დედა სჭირდება ჩვენი დახმარება მოგესალმებით. მრავალ ახალ წელს დაესწარით. მე ვარ მიხეილი საქართველოდან. სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება. გეგმავთ დედის საფრანგეთში გადაყვანას. საფრანგეთის სახელმწიფოს პრეფექტურის პროგრამის ფარგლებში, რომ ჩავბარდეთ და რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოვახერხოთ შესაბამის კლინიკაში უფასო და ფინანსებული მკურნალობის მიღება, მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, თანამედროვე მედიცინის მიღება ხშირად ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ხოლო ჩვენთვის ამ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მკურნალობა არის ყველაზე რეალისტური შესაძლებლობა, კერძოდ კი საფრანგეთში. საქართველოში ჩვენ ვაგრძელებთ მიმდინარე მკურნალობას და მადლიერები ვართ ყველა ექიმისა და მედპერსონალის, ვინც დედას უვლის. უბრალოდ ახლა გვჭირდება დამატებითი, უფრო მაღალი დონის ჩართვა. ჩვენ არავის წენა არ გვინდა, უბრალოდ ვეძებთ დამატებით შესაძლებლობას დედის სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად. დედის მდგომარეობის შესახებ ძალიან მოკლედ და მკაფიოდ. დედა არის დიალიზზე, მას იგი კვირაში 3 ჯერ უტარდება და 3 დღეზე მეტხანს დიალიზის გარეშე ვერ გაჩერდება. მძიმე გართულებების შედეგად ძალიან მოკლე დროში განვითარდა თირკმლის მძიმე უკმარისობა. დედა 34 დღე იყო რეანიმაციის განყოფილებაში აპარატზე ხელოვნურად მართვით და მათ შორის 11 დღე დაინტუბირებული იყო და ეძინა. ამის შემდეგ უკვე დიალიზზე გადაიყვანეს ჩვენთვის მოულოდნელად. დედას ამჟამად აქვს მწვავე ტინიტუსი ორივე ყურშის მენის დაკარგვასთან ერთად ინტენსიური მკურნალობის გართულებების ფონზე. შედეგად დედა აუტანელი ხმაურით გამოწვეული ტკივილებით იტანჯება და ტირილამდე მიხავს. ამ დროს დედას გარედან არ ესმის არაფერი, შიგნიდან კი გაუსაძლისად ხმამაღალი ხმაური აწუხებს და სტანჯავს. მისი გამაყუჩებელი პრაქტიკულად არ არსებობს. არც ყურსასმენი აპარატი იძლევა შედეგს და არ არის გამოსავალი. დედას ხმაური მუდმივად აქვს მარცხენა ყურში მისთვის ძლიერ შემაწუხებლად. დედას სჭირდება სასწრაფოდ გადაუდებელი თანამედროვე სამედიცინო დახმარება ამ ბრძოლაში გამკლავებისათვის და მის თვისებისათვის. რა გვჭირდება ახლა ორი მიმართულების ფარგლებში, მსგავს სიტუაციებში გამოცდილება და კონტაქტი საფრანგეთში, ასევე ერთი დღით პირველ დღეს რომ გაგვარკვიოს და გზა გვიჩვენოს მიყვეს ფრანგული ენის მცოდნე. მე ახლა ვეძებ ადამიანს ორგანიზაციას, ვისაც აქვს გამოცდილება საფრანგეთში დიალიზის პაციენტის უფასოდ და ძირფესვიანი სასწრაფო დახმარების მიღებაზე, რეალური დახმარების გაწევით გზა რომ გაგვიკვლიოს ჩვენ ჰოსპიტალიზაციაზე და სახელმწიფო უფასო მკურნალობის გზებზე. გთხოვთ მოგწეროთ და გამოგვეხმაუროთ. მადლობა წინასწარ. როგორც შვილი გთხოვთ მხარდაჭერას. დროებითი დახმარება დიალიზისთვის სანამ საფრანგეთის სახელმწიფო ოფიციალურად ჩაგვიბარებს და უფასოდ მკურნალობას დაუწყებენ საჭიროა, რომ დედას დიალიზი არ შეუწყდეს და უტარდებოდეს მისთვის საჭიროების მიხედვით. ხოლო ამ დროს ერთი დიალიზის პროცედურა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შეიძლება ღირდეს 1200 ევრომდე ევროპაში. როგორც ამას გვესაუბრებიან სხვანი და ამ დროს დედას დიალიზის სეანსი ჭირდება კვირაში 3 ჯერ. უამისოდ კი ესე იგი დიალიზზე მყოფი პაციენტები ფაქტიურად უდიალიზოდ ვერ ცხოვრობენ და ამით ცოცხლობენ ისინი ყოველდღიურობაში დამოკიდებულებით, რაც მათთვის პირდაპირი გაგებით სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე არის. თითოეული კეთილი ადამიანის დახმარება იქნება ის მცირე თუ დიდი ჩვენი ოჯახისთვის უზარმაზარი მხარდაჭერა და შვება ამ დიდად საპასუხისმგებლო დროს და სერიოზულ მომენტში, როგორც შვილი გთხოვთ მხარდაჭერას. საქართველოში ჩვენ ვაგრძელებთ მიმდინარე მკურნალობას და მადლიერები ვართ ყველა ექიმისა და მედპერსონალის, ვინც დედას უვლის. უბრალოდ ახლა გვჭირდება დამატებითი, უფრო მაღალი დონის სამედიცინო ჩართულობა. ჩვენ არავის წენა არ გვინდა, უბრალოდ ვეძებთ დამატებით შესაძლებლობას დედის სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ფაქტია, დედა ამ ტანჯვაში იმყოფება 2 წელია. ყველაზე ძვირფასი ხმა დედის ხმაა და როცა ის შუმდება, თითქოს მთელი სამყარო ჩერდება. უკვე 2 წელია დედას აღარ ესმის ჩვენი ხმა, ხოლო დაუტანელი მტანჯველი ხმაური დღედავ. ტკივილი, რომელიც არ ასვენებს არც ძილში. დედა სულ გამუდმებით ტირის და ამბობს ერთ სიტყვას მხოლოდ მიშველეთ. თუ შეგიძლიათ ერთხელ გააზიარეთ ეს ინფორმაცია და გაავრცელეთ, ეს გაზიარება დედას სიცოცხლეს გადაარჩენს. ვინც შეძლებთ, თუნდაც მცირედით, აქვე ამავე პოსტში ქველმოქმედების ანგარიშებს ნახავთ. მადლობა ყველას, ვინც დედას სრომოს გაიზიარებს. სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვუსურვებ ჯანმრთელობას და სიკეთეს. თითოეული გაზიარება და თითოეული სიტყვა მხარდაჭერისკენ მიმართული დედის გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯია და ავადმყოფის დახმარება საუფლო გზა. კეთილინება სიკეთეა და სიკეთე თვითუფალი. მე მჯერა სიკეთისა და იმედის ძალის და მჯერა რომ ერთად შევძლებთ დედის გადარჩენას. ავადმყოფი შვილის მომვლელი ჩვენი გმირი დედის ელენე ყიფიანის სიცოცხლის გადასარჩენად თითო კეთილი ნაბიჯი ქმნის სასწაულს. დედას ძალიან ჭირდება ჩვენი დახმარება. თითოეული კეთილი ადამიანის დახმარება იქნება ეს მცირე თუ დიდი ჩვენი ოჯახისათვის უზარმაზარი მხარდაჭერა და შვება ამ დიდად საპასუხისმგებლო დროსა და არსებულ მომენტში. დედა არის უანგაროდ ჩვენი ერთგული მთელი ცხოვრება. დედა არის ერთადერთი და განუმეორებელი, უანალოგო და შეუცვლელი, უნიკალური და შეუდარებელი, მუდამ ჩვენთან ამყოფელი, უძვირფასესნო მეორე დედასად არის. დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერების და თანაგრძნობისა და თანადგომისათვის კეთილო გულო. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უზენაესის ძალით და ლოცვით, სიყვარულით და იმედით მადლიერი შვილი.